ბატონო გელა, მოსახლეობის დიდი სურვილია, რომ გაიგონ, საიდან მოვიდა სახელი დედის ქუჩა. მადლობა მინდა გადაგიხადოთ მოგზაურებისთვის და ამ შეკითხვის დასმისთვის. Რაღაცა არასდროს არ მithქვია ეს, უბრალოდ ერთი თვის უკან თუ 20 დღის უკან ზოგადად შეეხო ერთი ჟურნალისტი ამ თემას ზოგადად და მე როცა გაიგეს უკვე მოსახლეობამ რომ ყველა მხარი ცოდა და რომ გაიგეს უკვე ბევრი შეკითხვა, ბევრი დარეკვა, როგორ იყო, რა იყო და ჩვენ ცხოვრობდით სენაკში. და სენაკში იყო ერთი ძალიან დიდი ქუჩა, ერევნის ქუჩა. და ცხოვრობდით იქ და უცებ დედაჩემი 57 წლის ასაკში გარდაიცვალა. ახლა მე პატარა ბიჭი ვიყავი მაშინ და ძმაც მყავდა ჩემზე უფროსი, დაც მყავდა, გარდაიცვალა და რა გინდა ახლა რო ვქნა რა. ჩვენ სამეგრელოში როგორც სხვა საქართველოში სხვა კუთხეებშიც ვიცით რა წესია ჩვენი რომ ადამიანები მოდიან, სუფრას უშლიან და ესე შემდეგ. და ესე ჩვეულებრივად გაგრძელდა სუფრის გაშლა და ერთ ჩვენიერ დღეს აი 3 დღით ადრე თქვა სანამ დავასაფლავებდით 3 დღით ადრე ერთ კარგი სუფრა გაიშალა და მოვიდნენ სენაკის მთავრობა მაშინდელი აი რასაც ეთქვიან რაიკომის მდივანი მისი მოადგილე მე მაშინ ბავშვი ვიყავი და ესენი ნანახიც კი არ მქონდა და აქეთ მეორე მხარეს ესე დაждდნენ ესენი სუფრაზე და მეორე მხარეს დაждდნენ ვინ ჩვენი ნათესავები მაგრამ როგორ ახლა თუ თქმა არის უნდა ვთქვათ ხო ჩვენი გვარი ეს არკალაიები წესიერი ხალხია კარგი ხალხია პატრიოტული ხალხია და ჩვენი ძირი არის ბეთლემი არის ესეთი სენაკიდან 15 კილომეტრში 10 კილომეტრში ძირი იქიდან გვარდა ეს ვარკალაიები გვარი ყველა ვართ ერთმანეთის ნათესავები მაგრამ ამ ვარკალაიებში აღმოჩნდა რაღაცა პროცენტი ადამიანებისა მაშინ ალბათ გაგონილი გექნებათ რომ კანონიერი ქურდები და იყო ესეთი ერთი კანონიერი ქურდი ცანციკო ბარკალაია, ვაჟა ბარკალაია, ქოთომა ბარკალაია, მერაბი ბარკალაია და ნუ ესენი მოვიდნენ და მათი საძვაკაცოები ქუთაისიდან კვეშო, მელია, დათოსეფის კვერაძე, რობერტა კალანდაძე თბილისიდან, ვახო დარსმელიძე ფოთიდან და ნუ მთელი ესენი ახლა რაიკომის დივანმა თქვა რომ ჩვენო რაში მივიღოთ მონაწილეობაო დედაჩემი იყო საკონსერვო ქარხანაში მუშაობდა ძალიან კარგი ხალი იყო აი როგორც ყველა დედა კარგია დედაჩემიც იყო საუკეთესო დედაც სამეძობლოში სამსახურში და ძალიან დაფასებული და პატრიოტული და მე ვზივარ ახლა ვზივარ კუთხეში აქეთ ეს ქურდები აქეთ ეს მთავრობის ხალხი და მე პატარა ბიჭი ვზივარ და რითი დაგეხმაროთო და ისო ჩვენო სენაკის მთავრობაო გასვენების დღისთვისო საჩუქრადო თევზს ვიყიდითო თუ მოგცემთო ამ დროს აქეთ ზიანე შავები და ადგა ერთ-ერთი ადგა კი არა ესე პირდაპირ და ისო არაო დიდი მადლობაო აქო ვახო იყო დარსმელიძე ფოტელი კანონიერი ქურდი ვახო გამოაგზავნისო აგერ 15 ტრაილერი თევზი მოვაო ვის უნდაო შენი თევზი და ეს რაიკომის დივანი გააშაყირეს სავით უცებ ესე რაიკომის დივანს ვეუბნები ბიძია მეთქი და საიდან მოვიდა არ ვიცი აი ესე უცებ რაღაცა წამოვიდა და თავში ჩამიდო ეს რომ აი ეს მეთქვა და ეს მეთხოვა და უთხარი რომ ბიძია მეთქი აი ამ ქუჩაში ცხოვრობს 100 ოჯახი 99 ოჯახი ცხოვრობდა და რატო უნდა ერქვას ერევნის ქუჩა მეთქი რა მოდი გადავარქვათ ამას სახელი და შევარქვათ მეთქი დედის ქუჩა ეს იმდენად გასაოცარი იყო ამათმა იფიქრეს ამ თავრობამ იფიქრა რომ ამ შავებმა მასწავლეს და ესენი ფიქრობენ რომ იმათმა მასწავლეს
ამ დროს ინგა არც იმათ უსწავლებია და არც იმათ რაღაცა მოვიდა საიდანაც და გულით რაც მოვიდა. აი გულიდან რაც მოვიდა ხო ახლა და ეს რო უთხარი ეგრევე იმ წუთას დაავალეს ვიღაცებს რომ ამის ოფიციალური საბუთი გაეკეთებიათ 3 დღეში გაკეთდა ამ 99 ოჯახზე ტრაფარეტი და გასვენების დღეს სენაკში უკვე ტრაფარეტი გაკეთებული იყო ყველგან დედის ქუჩა წარმოიდგინე ახლა ეს რა დროა იცით ეს ის დრო არ არის რომ მე რო ქუჩებს სახელებს არ ხვევდნენ და ვისი სახელიც უნდა იმას რო არ ხვევდნენ მე გეუბნებით ამას ცოტა უფრო ადრე ახლა აქ შავები ხო არიან იქაც ცხოვრობენ იქით აქით იქით აქით და ყველა დიდი და პატარა ყველა ფიქრობდა რომ სასწრაფო დაეღოთ პასპორტი მეც ეგრევე მეც ერთი პასპორტი საჩუქრა მომწეს და შეგიძლიათ ეს აჩვენოთ აი ეს სადაც წერი ეს არის ჩემი მაშინდელი პასპორტი სადაც აი აგერ წერია დედის ქუჩა წარმოიდგინე ახლა ცოტა გავიზარდე მე უფრო გავიზარდე და ერთი სენაკელი ქალი ყოველთვის დადიოდა პატრიარქთან და რაღაცას უმზადებდა ეს იყო აისორის ქალი რომელიც საპატრიარქოში იყო მიღებული და ეს უთქვია პატრიარქისთვის მითხრეს რომ პატრიარქი გიბარებსო და ამ ქალმა მომკიდა ხელი იმიყვანა პატრიარქთან და გამაცდეს პატრიარქი წარმოიდგინე ახლა პატრიარქი როცა გამაცნეს პატრიარქი მომიფერა საჩუქრები გამიკეთა ნებისმიერ დროს მივსულიყავი მასთან ეს საიდან მოვიდა ეს იდეა აინტერესებდა და ამ დროს მოვიდა შევარდნაძე ამ დროს მოვიდა შევარდნაძე მისი მეუღლე ნანული და მოვიდა ალიევი ახლა ვინც არის აზერბაიჯანის პრეზიდენტი აი ამის მამა მაშინ იყო იქ პრეზიდენტი და წარმოიდგინე მე პატარა ბიჭი ვარ აგერ და პატრიარქი მიიღო ახლა ეს სტუმრები და პატრიარქი უხსნის ამათ რომ აი ეს ბიჭი სენაკში დაიბადა სენაკში გაიზარდა დედა გარდაეცვალა და საიდან მოვიდა თვითონაც ვერ ხსნის მაგრამ აი ამ ბიჭის ამ ბავშვის თხოვნით ქუჩას დაარქვეს დედის სახელი და ნამდვილი გაოცდა კოცნა დამიწყო შევარდნაძე მაგ თვითონ ედვარდი აი ძალიან მაგარი კაცი იყო აი ნანულის თვითონ არის ძალიან კარგი თბილი ადამიანი იყო და შევარდნაძეს ნაირი პოლიტიკოსი და როგორც ადამიანი არც დაიბადება ეს ადამიანი როცა გარდაიცვლება მე არის ხო იცი პატივს სემენ მე თორე შევარდნაძეს ნაირი კაცი სად იყო ხო ხედავ მთელი სოფლიო ფეხზე დააყენა და სოფლიოს იცნობდა და გაანათოს ორივე და სამივე ღმერთმა დღეს არც ერთი არაა ცოცხალი და მოკლედ აქედან გავიცანი პატრიარქიც აი დედაჩემის სახელმა პატრიარქი გამაცნო ალიევიც გამაცნო მაშინ ალიევმა პატრიარქს აჩუქა მისი პირადი დაწერილი წიგნი რომელიც მე ჩემს კაბინეტში მაქვს ახლა მამა ალიევმა და დღესაც მაქვს მე ბაქოში მოვხვდი შემთხვევით და ეს მოუყევი ჩემს საძმაკაცოს და ჩემი საძმაკაცოდან ერთ-ერთი არის ალიევის ცოლის ძმა და ეს მეუტანიათ იმ ალიევისთვის და მე ისიც გავიცანი აი წარმოიდგინეთ თქვენ გარდაცვლილმა დედამ და იმ ჩემმა რაღაცამ რაც მე რამაც მე ეს თავში ჩამიდრო ეს მეთქვა წარმოიდგინეთ თქვენ რამდენი წელი გავიდა ხო იმის შემდეგ აი რამდენი წელი გავიდა და აი ამ დედის ქუჩის სახელი ყველგან ეს მხვდება სადმე სუფრაზე რომ მივდივარ სადმე რომ ჯდებით სადმე რომ რაღაცა სუფრა არის რაღაცაზე საუბრობთ ეგრევე ეტყვიან ჩემი ძმაკაცები აი ეს ის ადამიანია რომელმაც თავის ქუჩას დედის ქუჩა შეარქვა და ეს არის როგორც მე ხო იცი დედები
აი გინდა ავიღოთ თურქეთი, გინდა ავიღოთ აზერბაიჯანი, გინდა ავიღოთ დუბაი, გინდა ავიღოთ ვერც კი წარმოედგინათ რა და მე ახლა გეუბნები ახლა შეიცვალა მთავრობა და წინა მთავრობას უთქვიათ რომ იქო სენაკში კი არა მთელ სამეგრელოშიო ვიღაცეების სახელი ქვიაო ამ ქუჩასო და ყველგან უნდა შეცვალოთ ყველგან შეცვალეს და მისულან ჩვენ სამეზობლოში და რო უნახიათ დედის ქუჩა აფთოვანებული წამოსულა ნაკით ვინ უნდა დაიბადოს ისეთი ადამიანი რომ აი ამ ქუჩას სახელი შეუცვალოს ეს ხო არ არის მარტო დედაჩემი ეს არის ყველას დედის საპატივცემლოდ როგორც ცოცხალი დედების ისე გარდაცვლილი დედების საპატივცემლო და ეს ქუჩა და ეს არის საქართველოში ახლა აი ამ ჩემმა ძმაკაცმა ბაქოელმა მე ბაქოში ძალიან მაგარი საზმაკაცო მყავს და ერთ-ერთ სუფრაზე თქვა რომ დედაჩემიო როცა გარდაიცვლებაო აქ ამ ქუჩასაც დედის ქუჩა უნდა შევარკვაო და ბაქოში ახლა ერთ-ერთ ქუჩას ქვია დედის ქუჩა და რა თქმა უნდა მე ვიყავი ჩასული აი რისი თქმა მინდა საბოლოოდ იმის თქმა მინდა რომ პატრიარქმა ესე მითხრა რომ ვერავინ რო ვერ მოიფიქრა ის შენ მოიფიქრე და ისტორიაში შენ შეხვედი ამით და ამაზე უკეთესი ქვეყანაში არავის არაფერი არ გაუკეთებიაო და შენ იქნებიო ჩემგან დალოცვილიო და რავი დღემდე კი მოვდივართ აგერ და ვარ ამ ქვეყანაზე და საფლავი არის სენაკში, ქუჩა არის სენაკში და მე თვითონ იციან ჩემმა თანამშრომლებმა რომ მათეს შვილიშვილებს ჩავისვა მანქანაში და არ არის თვეინგა არ არსებობს რომ მე ორჯერ მაინც სენაკში არ ჩავიდე და ის საფლავი ჩემი ხელით არ გადაუწმინდო. მოდი დღეს აი ესე დავამთავროთ რაც შესაძლებელი იყო აუხსანი და ყველა დედა გაგვინათოს ღმერთმა რომელიც წასულია და ვინც ყავს დღეს სახეზე უსურვოთ დიდხანს სიცოცხლე დედაზე უკეთესი არ დაბადებულა არც დაიბადება და ღმერთმა გაანათოს წასულები და დიდი ხნის სიცოცხლე უსურვოთ რავი დიდი მადლობა მობრძანებისთვის და დიდი მადლობა ამ შესაძლებლობებისთვის რომ მე ესე ჩემებურად ამეხსნა დიდი მადლობა